გამარჯობოთ. მე გახლავართ ვასო ცივისძირელი, მწერალი და მეცნიერი, სამეცნიერო შემოქმედებითი ჯგუფი იბერიული სახლის დამფუძნებელი და ორგანიზატორი. ამ ვიდეორგოლის საშუალებით მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა თაობას, მცხოვრებს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. იმ თაობას, რომელიც ხედავს თავის თავს ხვალინდელ დღეში და რომლის აღსაშენებელიც ფაქტობრივად არის კიდეც მომავლის საქართველო. ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, მე მინდა შემოგთავაზოთ ერთი მეტად მასშტაბური, მომავალზე გათვლილი, მრავალი კომპონენტისა და ეტაპისაგან შედგენილი და გამომდინარე თავისი ბუნებიდან ჩვენიერისა და ქვეყნისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც დარწმუნებული ვარ, არ შეიძლება არ გამოიწვიოს თითოეულ თქვენთაგანში დადებითი ემოცია. მიუხედავობაში მაქვს მომავლის საქართველოს სრულიად კონკრეტული პროექტი, რომელიც გამომდინარე მისი სპეციფიკიდან იძლევა შესაძლებლობას ჩვენ ქართველიერის დღევანდელმა თაობებმა მოახდინოთ იგივე სასწაული, რომელიც ზუსტად 900 წლის წინ მოახდინეს ჩვენმა სულმნათმა წინაპრებმა, ჩვენი წმინდა მეფის, დიდი დავით აღმაშენებელის ხელმძღვანელობით. კერძოდ, სწორედ ჩამოყალიბებული ეროვნული იდეოლოგიისა და ღრმად გააზრებული და შორს გამიზნული ნაბიჯების საშუალებით დაძლიეს დიდ თურქობით გამოწვეული საშინელი კრიზისი და აღაშენეს ისეთი ღირსეული, სამართლიანი და ძლიერი სახელმწიფო, რომელიც მას შემდეგ ჩვენიერის ყველა თაობას საოცნებოდ აქვს გამხდარი. სანამ გადავიდოდეთ თავად პროექტის წარდგენაზე, აუცილებლად ვთვლი ორი სიტყვით მოგახსენოთ მისი ჩამოყალიბების პრეისტორია, რამაც ჩემის აზრით არ შეიძლება თითოეულ თქვენთაგანში ჩვენი პროექტის მიმართ ინტერესი უფრო მეტად არ გაზარდოს. ჯერ კიდევ 2004 წელს ჩვენმა პატრიარქმა თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში წარმოთქვა თავისი შინაარსით ნამდვილად ეპოქალური მნიშვნელობის სიტყვები. რაღაც ისეთი იდეა უნდა გქონდეს ერს, ხელისუფლებასა და ეკლესიას, რომელსაც როგორც ძვირფას საუნჯეს აიტაცებს ქართველი ხალხი და მომავალში შეაბიჯებს. პრინციპში, საქართველოს ისტორიაში მეტნაკლებად ჩახედული ადამიანისათვის იმთავითვე გასაგები იყო, რომ ასეთი იდეა შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი მომავლის საქართველოს პროექტი, რომლის შექმნის აუცილებლობაც, როგორც წესი, ისტორიულად ჩვენი ელიტების წინაშე ყოველთვის დგებოდა ჩვენს პლანეტაზე ყოველი ახალი ეპოქის დადგომასთან ერთად. გავიხსენოთ, ეპოქამ დაკავშირებულმა მაშინდელ მსოფლიოში რომის იმპერიის გაბატონებასთან დაბადა ფარნავაზის საქართველო. ეპოქამ დაკავშირებულმა კავკასიაში სპარსეთის დომინირების გაძლიერებასთან დაბადა გორგასალის საქართველო. ეპოქამ დაკავშირებულმა მთელ მსოფლიოში არაბული ხალიფატის მოდებასთან დაბადა ხანძთელის საქართველო. ეპოქამ დაკავშირებულმა თურქული იმპერიის მოძალებასთან დაბადა დავით აღმაშენებელის საქართველო. ეპოქამ დაკავშირებულმა რუსეთის იმპერიის გაძლიერებასთან დაბადა ილია ჭავჭავაძის საქართველო, რომელიც გრძელდებოდა საბჭოთა კავშირის ჩამოშლამდე. მას შემდეგ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი და დაირღვა მსოფლიოში მანამდე არსებული გეოპოლიტიკური ბალანსი, იმთავითვე გასაგები გახდა, რომ ჩვენს პლანეტაზე დაიწყო ახალი, მანამდე ჯერ არ ნახული ეპოქა, რომლის პირობებშიც ჩვენი ქვეყანა როგორც ყოველთვის მომავლის კონკრეტული პროექტის გარეშე ვერანაირად ვერ გადარჩებოდა. იმ ცნობილი განცხადებიდან უკვე 10 წლის შემდეგ, 2014 წლის თებერვალში, მამა თეოდორე გიგნაძის შუამდგომლობითა და მამა ანდრია ჯაღმაიძის ორგანიზებით მე მქონდა ბედნიერება წარმედგინე ჩვენი პატრიარქისათვის მომავლის საქართველოს პროექტის ჩემეული ვერსია, რომლის დედააზრიც მოკლედ შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ. ეს მართლმადიდებლური საქართველო სთავაზობს დანარჩენ კაცობრიობას, მსოფლიო წესრიგის ისეთ მოდელს, რომელიც სასიცოცხლოდ არის აუცილებელი მსოფლიოს ნებისმიერი ხალხის, ქვეყნისა და ცივილიზაციისათვის და რომლის მიცემაც თითოეული მათგანისათვის გამომდინარე ქართული კულტურის სპეციფიკიდან ჩვენიერისა და ქვეყნის გარდა სხვას არავის შეუძლია. საათნახევრიანი საუბრის შედეგად, მას შემდეგ რაც პატრიარქი გამოწვლილებით გაეცნო ჩვენი პროექტის შინაარსს, მიზანსა და მნიშვნელობას, მან ჩვენი შეხვედრა შემდეგი სიტყვებით დაასრულა. ეს არის ძალიან დიდი პროექტი, რომელიც აუცილებლად უნდა აღსრულდეს. ეს არის გზა, რომელიც აუცილებლად არის
გასავლელი, ოღონდ ამ გზაზე არც ერთი შეცდომის დაშვება არ შეიძლება. მცირედ შეყავდა, შემდეგ კვლავ გაიმეორა. არც ერთი შეცდომის. და ამ ამბის მომსწრენი არიან მამა ანდრია ჯარმაიძე, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, სახალხო პოეტი ერეკლე საღლიანი, ისტორიკოსები ვაჟა შუბითიძე და ზვიად კვიციანი, ლოტბარი და დიდებული მამულიშვილი პაატა შუბითიძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი. ალბათ დაგებადებათ კითხვა, რა გზის შესახებ საუბრობდა ჩვენი პატრიარქი, ან რატომ არ შეიძლებოდა მაშინვე ჩვენი პროექტის დაწყება. გამოგიტყდებით, იმ მომენტისთვის მეც მქონდა გაურკვევლობის განცდა, მაგრამ მერე და მერე თავად ცხოვრებამ გასცა ამ ორ კითხვაზე ცალსახა პასუხი. იმ ხანად 2014 წელს ამ პროექტის განხორციელებაზე საუბარი გამორიცხული იყო თუნდაც იმიტომ, რომ მაშინ, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში განუსაზღვრელი ძალით პარპაშებდა ნეოლიბერალური ფაშიზმი, რომელიც ამ პროექტს პირველივე გამოვლენისთანავე უბრალოდ საფუძველშივე ჩაახშობდა. ამიტომ, როგორც შემდეგში გამოჩნდა, აუცილებელი იყო მას შემდეგ გასულიყო მთელი 10 წელი იმისათვის, რათა ჯერ მთელ მსოფლიოში, ხოლო ბოლოს თავად შეერთებულ შტატებშიც ამ ყალბი იდეოლოგიის აკვანში ხელისუფლებაში მოსულიყვნენ კონსერვატორული ძალები და კაცობრიობის განვითარება კვლავ ტრადიციულ კალაპოტში დაებრუნებინათ. აი პრინციპში ის უმთავრესი მიზეზი, რომელმაც გვიკარნახა მაინცა და მაინც ახლა წარმოგვედგინა თქვენს წინაშე ჩვენი პროექტი. თუმცა ამისათვის არსებობს აგრეთვე მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორიც და ის შემდეგში მდგომარეობს. ჩვენს ქვეყანაში ამ ბოლო ხანებში განვითარებულმა მოვლენებმა თვალნათვლივ დაგონახეს თუ რა უსაშველოდ არის ჩაქცეული ხიდი უფროს და ახალგაზრდა თაობებს შორის. თუ როგორ დაკნინდა ჩვენიერი სულიერად და როგორ მოწყდა იმ მეტაფიზიკურ არსს, რომელიც უხსოვარი დროიდან განსაზღვრავდა მის თვითყოფადობას, სიცოცხლის უნარიანობასა და შინაგან ორგანიზებულობას. ღრმად ვარ დარწმუნებული, ამ თვალსაზრისითაც არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენთვის ჩვენი პატრიარქის კურთხევის აღსრულება. ჩამოვაყალიბოთ მომავლის საქართველოს ისეთი პროექტი, რომელიც კვლავ შეკრავდა ერთმუშტად ჩვენ, ქართველ ერს, ხელისუფლებასა და ეკლესიას და მოგცემდა საშუალებას მომავალში ღირსეულად შეგვებიჯებინა. ასე მოხდა ფარნავაზის, გორგასალის, ხანძთელის, აღმაშენებელის თვილია ჭავჭავაძის დროს და ასე უნდა მოხდეს დღესაც. სხვანაირად ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავალი უბრალოდ ძნელად წარმოსადგენია. ახლა რაც შეეხება მომავლის საქართველოს ჩვენს მიერ მომზადებულ პროექტს. ჩვენ ვაპირებთ ის თქვენს წინაშე განსახილველად გამოვიტანოთ ერთი საკმაოდ ფართომასშტაბიანი მხატვრული ნაწარმოების სახით, რომელიც მე დავწერე ჩვენი პროექტის ფარგლებში. ეს არის ისტორიული რომანი ჯვარპატიოსანი, რომელშიც ყურადღება დააწროლებით არის აღწერილი, თუ როგორ აღაშენა ჩვენმა წმინდა მეფემ, დიდმა დავით აღმაშენებელმა, ის დიდი საქართველო, რომელიც ოქროს ასოებით არის ჩაწერილი ჩვენი ერის ისტორიაში. კერძოდ, როგორი ეროვნული იდეოლოგიის საფუძველზე მოახერხა მან მაშინ 900 წლის წინ მოეხდინა სასწაული დიდ თურქობით ერთიანად დათრგუნული და შინაგანად დაქსაქსული ქართველი ხალხი ეკლესიის წიაღში გაეერთიანებინა და ერთობლივი ძალისხმევით აღეშენებინა ისეთი სიმძლავრის სახელმწიფო, რომელიც მას შემდეგ აუხდენელ ოცნებად აქვს გადაქცეული ქართველი ერის ყოველ ახალ თაობას, ანდა კულტურათა და ცივილიზაციათა შორის დიალოგის, რომელი ვერსიაზე დაყრდნობით შესთავაზა მან მაშინდელი მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებსა და ქვეყნებს ერთმანეთთან ურთიერთობის მოდელი, ერთნაირად მისაღები თითოეული მათგანისათვის, რომელიც ღირსებასა და სამართლიანობაზე იყო დაფუძნებული. ალბათ დაგებადებათ კითხვა, რატომ მაინცა და მაინც ისტორიული რომანი ჯვარპატიოსანის განხილვის საშუალებით და რაღა მაინცა და მაინც იმ სახელმწიფოს მაგალითზე, რომელიც ოდესღაც აღაშენა ჩვენს ქვეყანაში ჩვენმა სახელოვანმა მეფემ მაშინდელ ქართველებთან ერთად. მოგახსენებთ, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი პროექტის მიხედვით დავითის საქართველო, ეს არის
მართლმადიდებელი საქართველო მოწოდებული მისცეს კაცობრიობას მსოფლიო წესრიგის ისეთი მოდელი, რომელსაც აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა მსოფლიოს ნებისმიერი ხალხის, ქვეყნისა და ცივილიზაციისათვის და ამდენად არის ერთნაირად მისაღები და ძვირფასი თითოეული მათგანისათვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი პროექტის მიხედვით დავითის საქართველო ეს არის ერთადერთი ქვეყანა დედამიწის ზურგზე, რომელსაც შეუძლია მოიყვანოს ერთმანეთთან დანასისხლად დაპირისპირებული მსოფლიოს სხვადასხვა ხალხები და ქვეყნები ჰარმონიული თანაცხოვრებისა და თანამოღვაწეობის მდგომარეობაში და გადაარჩენოს ჩვენი პლანეტა მოახლოებული მორიგი კატასტროფისაგან. შესაბამისად, ჩვენი პროექტის მიხედვით დავითის საქართველოს სიძლიერის საიდუმლო მდგომარეობს არაიმდენად მებრძოლ სულისკვეთებასა და საბრძოლო იარაღის ფლობის ხელოვნებაში, რამდენადაც იმ უდიდესი მისიის აღსრულებაში, რომელიც მაშინ ჩვენი რომანის მიხედვით დავითის საქართველომ იტვირთა მაშინდელი მსოფლიოს წინაშე. მომავლის საქართველოს ჩვენი იდეალიც სწორედ ამაში მდგომარეობს. ვაქციოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოებისათვის მიმზიდველად, არა განსაკუთრებული ადგილმდებარეობის გამო, რათა მათ გაუჩნდეთ სურვილი გაგვდევნონ ჩვენი სამშობლოდან და დაეუფლონ მას, არამედ ჩვენი ეროვნული კულტურის სულიერი სიმდიდრის გამო, რომელსაც ისინი როგორც უკვდავების წყაროს ისე დაეწაფებიან და ყველანაირად შეეცდებიან იზრუნონ, რათა ის არასოდეს არ დაწყდეს. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენთაგანი აუცილებლად დამეთანხმება კრიზისული ვითარებიდან ჩვენი ქვეყნის გამოსვლის ამაზე უკეთესი ვერსიის წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელია. მაგრამ არსებობს ერთი მაგრამ. იმისათვის რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს და აიღოს თავზე კაცობრიობის წინაშე ამგვარი მისიის აღსრულების პასუხისმგებლობა, აუცილებელია უპირველეს ყოვლისა ჯერ თავად მოვიდეს დავითის საქართველოს მდგომარეობაში. გზა, რომელიც არის ასახული ისტორიულ რომან ჯვარპატიოსანში, ჩვენი პროექტის მიხედვით ეს არის სწორედ ის ერთადერთი გზა, რომელიც უნდა გაიაროს ჩვენმა საზოგადოებამ, რათა მოვიდეს დავითის საქართველოს მდგომარეობაში. სხვანაირად ჩვენს მიერ ზემოთ ჩამოყალიბებული მიზნის მიღწევა უბრალოდ შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, უმთავრესი მიზანი, რის გამოც გამოგაქვს თქვენს წინაშე განსახირველად ისტორიული რომანი ჯვარპატიოსანი, მდგომარეობს შემდეგში. ვისარგებლოთ დავით მეფის მიერ გავლილი გზით და მის კვალდაკვალ ჩვენს გავიაროთ ისეთი ეტაპები, მივიღოთ ისეთი შინაარსისა და ხასიათის გადაწყვეტილებები და საბოლოო ჯამში გადავდგათ ისეთი სახის ნაბიჯები, რომლებიც მოგცემს საშუალებას მის კვალდაკვალ ჩვენს აღვაშენოთ ჭეშმარიტად ღირსეული, ჭეშმარიტად სამართლიანი და ჭეშმარიტად ყველა ღირსებით შემკული ქართული სახელმწიფო. ამ თვალსაზრისით ისტორიული რომანი ჯვარპატიოსანი პრინციპში ეს არის ის მეთოდოლოგიური ინსტრუქცია, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენ ქართველი ერის დღევანდელმა თაობებმა იმისათვის, რათა მივახციოთ დასახულ სანუკვარ მიზანს, აღვაშენოთ ესოდენ მნიშვნელოვანი და ყველასაგან გამორჩეული ქართული სახელმწიფო. იმის შესახებ, თუ რა სახით ვაპირებთ საჯაროდ ისტორიული რომანი ჯვარპატიოსანის განხილვას, ისე რომ შედეგად მოძრაობის მდგომარეობაში მოვიყვანოთ მომავლის საქართველოს ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული პროექტი, შემდეგ გადაცემაში მოგახსენებთ. ახლა ორი სიტყვით იმის შესახებ, თუ რაში მდგომარეობს მომავლის საქართველოს ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული პროექტის არსი და როგორ ვაპირებთ ჩვენ თქვენთან ერთად მის განხორციელებას. ძვირფასო მეგობრებო, სანამ მოგიყვებოდეთ ყოველივე ამის შესახებ, მინდა მოგახსენოთ იმ აუცილებელი პრაქტიკული ზომების შესახებ, რომელიც ჩვენ წინ და წინ მივიღეთ. იმისათვის რომ თქვენ ჩვენი შვილების თაობას გაბნეულ საქართველოს სხვადასხვა მხარეებსა თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქართულ დიასპორებში მოგეცეთ შესაძლებლობა ამ პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იყოთ როგორც ერთი მთლიანი ეროვნული ორგანიზმი,
რომელსაც შეუძლია ერთობლივად კიდეც იმსჯელოს, კიდეც მიიღოს გადაწყვეტილება და კიდეც იმოქმედოს, ჩვენ წინ გადავდგით შემდეგი სახის ნაბიჯი. შევქმედით სადისკუსიო ფორმატი, სადაც ნებისმიერ თქვენთაგან შეგეძლებათ დარეგისტრირდეთ თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი სადისკუსიო დარბაზის სახით. მაგალითისათვის, ქუთაისის სადისკუსიო დარბაზი თბილისის, სადისკუსიო დარბაზი ნიუ-იორკის, სადისკუსიო დარბაზი კიევის, სადისკუსიო დარბაზი და ასე შემდეგ. ხოლო იმისათვის, რომ ერთდროულად ყველა სადისკუსიო დარბაზს რაიმე საკითხის შესახებ გქონდეთ ერთობლივად დასკვნის გამოტანის შესაძლებლობა, გთავაზობთ დავაარსოთ სადისკუსიო დარბაზების საბჭო, რომელშიც სხვადასხვა სადისკუსიო დარბაზებიდან თითო წარმომადგენელი იქნება გაერთიანებული. ვფიქრობ, საერთო სახალხო დისკუსიის ამგვარი ფორმატი ნამდვილად მოგცემს შესაძლებლობას არა მარტო ობიექტურად შევაფასოთ ის პროექტი, რომელიც მე მინდა თქვენს წინაშე წარმოვადგინო, არამედ ადგეთ და რეალურ რეჟიმში განახორციელოთ კიდეც ის. ახლა ორი სიტყვა თავად განხილვის პროცესის შესახებ. გზა, რომლის გავლაც ჩვენ მოგვიწევს განხილვის პროცესში, შედგება 3 ეტაპისაგან. პირველ ეტაპზე ჩვენ თქვენს წინაშე წარმოვადგენთ პროექტს, რომლის მიზანიც არის გააერთიანოს ჩვენიერი დედაეკლესიის წიაღში და მისცეს შესაძლებლობა გაიაზროს თავისი თავი როგორც ერთიანმა და მთლიანმა ეროვნულმა ორგანიზმმა, შინაგანად შეკრულმა და შედუღაბებულმა უფალი იესო ქრისტეს მაგალითით. მსოფლმხედველობრივი საყრდენი, რომელსაც ამ შემთხვევისათვის გთავაზობთ, ისევე როგორც ზემოთხსენებული რომანის სახელწოდებაც დაკავშირებულია შემდეგი ორი ცნების ჩვენს ყოველდღიურობაში და ნერგვასთან. ესენია ჯვარპატიოსანი ადამიანი და ჯვარპატიოსანთა სამოქალაქო საზოგადოება. მოკლედ, ჯვარპატიოსანი ადამიანის ცნების გაგებისათვის. ის სათავეს იღებს უფალი იესო ქრისტეს სიტყვებიდან, რომლითაც მიმართა მან ხალხსა და თავის მოწაფეებს. თუ გინდა მომდიო მე, აღიღე ჯვარი შენი, უარყავ თავი შენი და გამომყევ მე. შესაბამისად, ჩვენი ვერსიის მიხედვით, ჯვარპატიოსანი ადამიანი ეს არის ადამიანი, რომელიც უფალი იესო ქრისტეს კვალდაკვალ იღებს უფლისა და მოყვასის, ანუ სამშობლოს წინაშე უანგარო მსახურების ჯვარს, უფალი იესო ქრისტეს კვალდაკვალ აქვს იგი თავისი ცხოვრების გოლგოთაზე ნებისმიერი მსხვერპლის ფასად და ბოლოს უფალი იესო ქრისტეს კვალდაკვალ ამ ჯვარზე გაკრული, ანუ უანგარო მსახურების მდგომარეობაში მყოფი დაიმკვიდრებს ზეციურ სასუფეველს. შესაბამისად, იგივენაირად განისაზღვრება ჯვარპატიოსანთა სამოქალაქო საზოგადოების შინაარსის. ამ თვალსაზრისით, იმ სახით, როგორც ეს ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს რომანში, დავით მეფე არის ჯვარპატიოსანი ადამიანი, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მან შექმნა, ჯვარპატიოსანთა სამოქალაქო საზოგადოება. იმისათვის, რომ დისკუსიას ჰქონდეს ღრმად გააზრებული შინაარსი, მე სპეციალური გადაცემების საშუალებით შევეცდები წარმოვადგინო თქვენს წინაშე გარკვეული თანამიმდევრობის მიხედვით ყველა ის საკვანძო საკითხი, რომლების სწორედ გახსნასაც აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმისათვის, რომ ჩვენ ქართველი ერის დღევანდელმა თაობებმა და მათ შორის უპირველეს ყოვლისა თქვენ, ჩვენი შვილების თაობამ, შეძლოთ და სწორედაც რომ დედაეკლესიის წიაღში ერთ მუშტად შეკრულებმა ღირსებით გაიაროთ ის გზა, რომელიც უკვე გაიარეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა 900 წლის წინ. აღნიშნული გადაცემების საშუალებით მე აგრეთვე შევეცდები წარმოვადგინოს თქვენს წინაშე თუ მსხვერპლ შეწირვის რა გზა გაიარა დავით მეფემ მანამდე, სანამ ჩვენთვის სანუკვარ დიად საქართველოს აღაშენებდა. გარწმუნებთ ყოველივე იმის მოსმენას, რომლის მოყოლასაც მე ვაპირებ თქვენთვის დავით მეფის შესახებ, ცრემლის გარეშე ნამდვილად ვერ შეძლებთ. თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, რას ნიშნავს იყო ჯვარპატიოსანი ადამიანი. თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, მსხვერპლ შეწირვის რა გზა უნდა გაიარო იმისათვის, რომ აღაშენო ნამდვილად დიადი და ნამდვილად ყველანაირი ღირსებით შემკული საქართველო. აი, რა უდევს დავით აღმაშენებელის საქართველოს საძირკვლად. აი, როგორი საძირკველი უნდა გაუდგათ თქვენს მომავლის საქართველოს. ამიტომ ერთადერთი შედეგი საერთო სახალხო დისკუსიის პირველი ეტაპისა ჩვენი ზღრმარწმენით უნდა იყოს შემდეგი.
თუ გვინდა აღვაშენდოთ ქართული სახელმწიფო, უწინარეს ყოვლისა აუცილებელია ჩვენ ქართველი ხალხი გარდავიქცეთ ჯვარპატიოსანთა სამოქალაქო საზოგადოებად და ჩვენი დედა ეკლესიის წიაღში ერთ მუშტად გავერთიანდეთ. და ჩვენი პროექტის მიხედვით ამის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ჯერ თითოეულმა სადისკუსიო დარბაზმა, ხოლო შემდეგ თავად სადისკუსიო დარბაზების საბჭომ. მანამდე გთხოვთ, დააარსეთ ყველგან, სადაც კი თქვენ ცხოვრობთ, სადისკუსიო დარბაზები, დარეგისტრირდით ჩვენ სადისკუსიო პლატფორმაზე და შექმნით ის საერთო ბაზა, რომელიც მოგცემს ერთად მსჯელობის, ერთად გადაწყვეტილების მიღებისა და მიღებული გადაწყვეტილების ერთად განხორციელების შესაძლებლობას. ჩვენი დისკუსიის მეორე ეტაპზე მე თქვენს წინაშე წარმოვადგენ საკვირაო სკოლის პროექტს, რომლის მიზანიც არის აღზარდოს ქართველიერის ყოველი ახალი თაობა ჯვარპატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგიის სულისკვეთებით. ორი სიტყვით, თუ რაში მდგომარეობს აღნიშნული სკოლის უნიკალობა. ის დაფუძნებულია საზოგადოების აღზრდის ისეთ სისტემაზე, რომელიც არსებობს ქართულ კულტურაში ქართული სუფრის სახით და რომლითაც სარგებლობს ქართველიერი მთელი თავისი არსებობის განმავლობაში. ჩვენ გამოწვლივლით გამოვიკვლიეთ საკუთარი თავის შემეცნების ამ საოცარი აქტის ბუნება, ჩამოვაყალიბეთ სამეცნიერო კონცეფციის სახით და იმის გამო, რომ ქართული სუფრა საქართველოში ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ხელოვნების დონეზე აყვანილი, უწოდეთ მას ხელოვნება იბერიონი. ეს არის აღზრდის საოცარი სისტემა, დაფუძნებული 7 საბაზო პრინციპზე, რომლის დანიშნულებაც არის არა მხოლოდ გადასცეს საზოგადოებას ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ღირსეული ადამიანი და ღირსეული საზოგადოება, არამედ თავად დამსწრე საზოგადოება შეიყვანოს ამგვარ მდგომარეობაში. ძნელია სიტყვებით გადმოსცემ მთელი ის სიდიადე, რომელსაც ღვინის კულტურა ანიჭებს ჩვენს ერს, მაგრამ არსებობს ორი სახის მახასიათებელი, რომელთაგან თითოეული პრინციპულად გამოარჩევს მას ყველა დანარჩენიერებისაგან და განსაკუთრებულობის ნიშნით ბეჭდავს. უმთავრესი ღირებულება, რომელსაც ეუფლება საზოგადოების აღზრდის ქართული სისტემის საშუალებით ნებისმიერი მსურველი, ეს არის კათარზისული აზროვნება, ანუ აზროვნება, რომელიც როგორც წესი ჩვენ საზოგადოებას მუდმივი ამაღლებულობისა და კეთილშობილების მდგომარეობაში ამყოფებს. დიახ, მეგობრებო, სწორედაც რომ კათარზისული აზროვნებაა ის უმთავრესი ნიშანი, რომლითაც ქართველიერი პრინციპულად განსხვავდება მსოფლიოს სხვა დანარჩენი დიდი თუ მცირე ერებისაგან. ყოველივე ამას შეგვიძლია დავუმატოთ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება. როგორც კვლევებმა გვიჩვენეს, ქართული სუფრის შედეგად დამსწრე საზოგადოების ცნობიერებაში ყალიბდება ისეთი ხასიათის სულიერ ღირებულებითი სივრცე, რომელიც საერთოა მსოფლიოს ნებისმიერი ხალხის, ქვეყნისა თუ ცივილიზაციისათვის და რომლის ფარგლებში საერთოდ არსებობს ზოგად საკაცობრიო კულტურა და ცივილიზაცია როგორც ასეთი. აქ საუბარია გლობალური ხასიათის იმ სულიერ ღირებულებითი და კულტურულ-ცივილიზაციური სივრცის ჩამოყალიბების უნარის შესახებ, რომლის პირობებშიც ნებისმიერი სუბიექტი მნიშვნელობა არ აქვს, არის ის კონკრეტული ადამიანი თუ ადამიანთა ნებისმიერი ერთობა, ოჯახი, საზოგადოება თუ სახელმწიფო, იძენს უმაღლეს ფუნქციას, დანიშნულებას და ცხოვრების საზრის და მოდის მაღალზნეობრივი მოღვაწეობის მდგომარეობაში. და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, ზოგად საკაცობრიო მნიშვნელობის ამ სუპერ უმძლავრეს იდეოლოგიურ იარაღს ვფლობთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ, ქართველიერი და სხვა არავინ. და თანაც მაშინ, როდესაც თანამედროვე მსოფლიო ასეთი შინაგანი რყევების მდგომარეობაში იმყოფება. მე ამგვარად დავსვამდი კითხვას. როგორ არის შესაძლებელი, რომ ეს უდიდესი იდეოლოგიური პოტენციალი პირველ რიგში ჩვენი ერისა და ქვეყნის სამსახურში ჩავაყენოთ? ძვირფასო მეგობრებო, ჯვარპატიოსანთა საკვირაო სკოლის დაარსება სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება. ჩვენი დისკუსიის მეორე ეტაპის ფარგლებში მე სპეციალური გადაცემების საშუალებით შევეცდებით თქვენს წინაშე წარმოვადგინო ის 7 საბაზო პრინციპი, რომელთა ერთობლიობაც უდევს საფუძვლად საზოგადოების აღზრდის ჩვენს მიერ შემუშავებულ პროგრამას.
იმედი მაქვს, სადისკუსიო დარბაზების საბჭო საბოლოო ჯამში მიიღებს შემდეგი სახის გადაწყვეტილებას. დაარსდეს ყველგან, სადაც კი ცხოვრობენ კომპაქტურად ქართველები, ჯვარპატიოსანის საკვირაო სკოლების ქსელი, რომლის საშუალებითაც აღიზრდებოდა ქართველთა ყოველი ახალი თაობა. ძვირფასო მეგობრებო, თუ თქვენ ნამდვილად მიიღებთ ამგვარ გადაწყვეტილებას, თქვენ გააკეთებთ ერთ ძალიან დიდ ეროვნულ საქმეს. სათავეს დაუდებთ ჩვენიერის ცხოვრებაში თვისობრივად ახალ ეტაპს, რომლის პირობებში პირველად ბოლო 35 წლის განმავლობაში ჩვენიერის სულიერი განვითარება წარიმართება ისე, როგორც ჩვენ ეს გსურს და როგორც ეს შეესაბამება ჩვენიერისა და ქვეყნის ინტერესებს. ახლა, რაც შეეხება ჩვენ დისკუსიის მესამე ეტაპს, მისი მიზანი მდგომარეობს შემდეგში და ასაბუთოს, რომ სწორედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დაარწიეს ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა, ძველმა იბერებმა, ოდესღაც პირველად ზოგადსაკაცობრიო კულტურისა და ცივილიზაციის აკვანი, რომ სწორედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან მოახერხეს მათ დედამიწის დანარჩენ ტერიტორიაზე მისი გავრცელება და რომ როგორც კულტურის ფენომენის ჩასახვის, ისე სხვა ტერიტორიებზე გავრცელების ერთადერთი ფორმა და საშუალება იყო სწორედ ქართული სუფრა, დამსწრე საზოგადოების მიერ საკუთარი იდენტობის კოლექტიური ჩამოყალიბების ეს საოცარი სულიერი აქტი. იმის დასასაბუთებლად, რომ ჩვენს მიერ გამოთქმული ყველა ეს მოსაზრება ნამდვილად შეესაბამება სინამდვილეს, ჩვენ თქვენს წინაშე განსახილველად გამოვიტანთ ვიდეოლექციათა ციკლს უცნობი ცივილიზაცია. ისევე როგორც დისკუსიის წინა ორი ეტაპის განმავლობაში, ამჯერადაც ყოველი შემდგომი საკვანძო საკითხის განხილვისას ოპონირებას გამიწევს პროფესიონალ ექსპერტთა ჯგუფი, რისთვისაც მათ წინ ვუხდი გულწრფელ მადრობას. რაც შეეხება უშუალოდ ვიდეოლექციათა კურსს უცნობი ცივილიზაცია. ჩემო ძვირფასო ახალგაზრდა მეგობრებო, მინდა წინ შეგამზადოთ. განხილვის პროცესში თქვენს წინაშე გადაიშლება იმ უძველესი ცივილიზაციის ჭეშმარიტი სურათი, რომლის ერთადერთი შემოქმედიც იყო ჩვენი ქვეყანა და რომელიც არსებობდა მრავალი ათასი წლების განმავლობაში, მანამდე, სანამ მსოფლიო ისტორიის ასპარეზზე გამოჩნდებოდნენ ძველი ბერძნები და რომაელები. დაიცოდეს თითოეულმა თქვენთაგანმა თუ როგორი წინაპრების თავმავლები ვართ ჩვენ, რა კულტურული დანატოვარის შენარჩუნებაზე გვაქვს მათ წინაშე ჩვენ პასუხისმგებლობა აღებული და რა მისია გვაკისრია კაცობრიობის წინაშე დღიდან მისი დაარსებისა და აფუნქციონირებისა. დარწმუნებული ვარ, დისკუსიის მესამე ეტაპის გავლის შემდეგ სადისკუსიო დარბაზების საბჭო დადებს ერთადერთ მისაღებ დასკვნას. ჩვენი ქვეყანა კაცობრიობის განვითარების პროცესში ნამდვილად ასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომლის დანიშნულებას უხსოვარი დროიდან დღემდე მდგომარეობს შემდეგში. უზრუნველყოს გლობალური ხასიათის, იმ სულიერ ღირებულებითი და კულტურული ცივილიზაციური სივრცის არსებობა, რომლის ფარგლებშიც იმთავითვე ფუნქციონირებს და მოღვაწეობს კაცობრიობა. და უზრუნველყოს საზოგადოების მიერ საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბების იმ უნიკალური მეთოდის საშუალებით, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ხელოვნება იბერიონის სახით. პატრიოტებო მეგობრებო, ეს არის დასკვნა, რომლის მნიშვნელობის ზედმეტად შეფასებაც ჩვენიერისა და ქვეყნისათვის უბრალოდ შეუძლებელია ერთი მარტივი მიზეზის გამო. მას აქვს რამდენიმე ბიზნეს პროექტის გამშვები მექანიზმის ფუნქცია, რომელსაც შეუძლია მოიყვანოს მომავლის საქართველოს ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული პროექტი მოძრაობის მდგომარეობაში, რაც გულისხმობს შემდეგს. ერთის მხრივ აღასრულოს კაცობრიობის წინაშე თავისი მისია, აღნიშნული 4 სახის ბიზნეს პროექტის საშუალებით აღმოუჩინოს მსოფლიოს ნებისმიერ ხალხსა და ქვეყანას იმ სახის მომსახურება, რომელიც დღეს მას ყველაზე ძალიან სჭირდება, ხოლო მეორეს მხრივ ამ მომსახურების სანაცვლოდ მიიღოს შემოსავალი საკმაოდ სოლიდური ფინანსური ნაკადების სახით, რაც პირველ რიგში მოხმარდებოდა ქართველი ხალხის დემოგრაფიული, სულიერი და მატერიალური კეთილდღეობის დონის ამაღლებას.
პირველი ბიზნეს პროექტი, რომლის დაუყოვნებლივ რეალიზებასაც ჩვენ ვაპირებთ საერთაშორისო ასპარეზზე, ეს არის კულტურულ შემეცნებითი ტური საქართველოში, რომელსაც ნამდვილად არ მოეძებნება აღნიშნულ სფეროში საერთოდ ანალოგი. მისი დევიზია წინ საქართველოსკენ არგონავტების კვალდაკვალ ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. სადაც ჩვენი პროექტის მიხედვით ოქროს საწმისის საკრალური სიბრძნის ამპლუაში მოიაზრება საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბების ის მეთოდი, რომელიც ჩვენ ხელოვნება იბერიონის სახით ჩამოვაყალიბეთ. იმისათვის, რომ პროექტის მონაწილეებმა მიაღწიონ დასახულ მიზანს, დაეუფლონ ოქროს საწმისის საკრალურ სიბრძნეს, მათ მოუწევთ შეასრულონ საქართველოს ტერიტორიაზე უნიკალური მოგზაურობა, კერძოდ საქართველოს 8 სხვადასხვა მხარეში, მათთვის სპეციალურად გაშლილ 8 ზღაპრულ სუფრაში მიიღონ მონაწილეობა. უმთავრესი მიზანი, რომელსაც უნდა მიაღწიონ ამ ტურში მონაწილე უცხო ქვეყნების წარმომადგენლებმა, მდგომარეობს შემდეგში: გადიბრჭალოს უფლისა და საკუთარი სამშობლოს წინაშე უანგარო მსახურების სულისკვეთებით და დაუბრუნდეს თავის ქვეყანას, როგორც ჭეშმარიტად მაღალზნეობრივი, ჭეშმარიტად მაღალ ინტელექტუალური და ჭეშმარიტად მაღალ ესთეტიკური მოქალაქე. ამერიკას ამერიკელი, საფრანგეთს ფრანგი, რუსეთს რუსი, ჩინეთს ჩინელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უფრო დაწვრილებით, აღნიშნული კულტურულ საგანმანათლებლო ტურის შესახებ ჩვენ თავის დროზე მოგიყვებით. რაც შეეხება დანარჩენ 3 ბიზნეს პროექტს, რომლებიც პრინციპში იგივე მიზანს ემსახურებიან. ესენია კულტურულ საგანმანათლებლო კურსი მოდით ერთად ავაგოთ ტაძარი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეიძლება დაეუფლოს ხელოვნება იბერიონის საფუძვლებს. ივენთ მომსახურება, ანუ მომსახურება სადღესასწაულო ღონისძიებების, ქორწილების, იუბილეებისა და კორპორაციული საღამოების ორგანიზების მიზნით, დაფუძნებული ხელოვნება იბერიონის პრინციპებზე და ბოლოს მომსახურება კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბების მიზნით, რომელიც ჩვენმა კამპანიამ უნდა გაუწიოს ნებისმიერი სახის ორგანიზაციას, მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ის სახელმწიფო, მუნიციპალური, უწყებრივი, საზოგადო თუ კერძო. თუ პირველ შემთხვევაში კლიენტი, რომელიც მოიაზრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, აღნიშნული მომსახურების მიღების მიზნით ჩამოდის საქართველოში, დანარჩენ 3 შემთხვევაში მას აღნიშნული მომსახურება ჩვენს მიერ აღმოეჩინება სახლში მიტანით, რაც შესამჩნევად გააიოლებს მთელ მსოფლიოში აღნიშნული კულტურის გავრცელებას. წარმოიდგინეთ, რამხელა შესაძლებლობა ჩნდება ამ უდიდესი მასშტაბის პროექტში სრულად ჩაერთონ ქართული დიასპორების ისავრაცხელი რაოდენობა, რომლებიც დღესდღეობით ასე უხვად არიან გაბნეულები მთელს მსოფლიოში. დამომავლის საქართველოს ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული პროექტი სწორედ ამგვარი პრეცედენტის შექმნაზეა ორიენტირებული. ჩვენი პროექტის სახით პრინციპში ჩვენ ვდგავართ სრულად ახალი ფენომენის, ქართული ინდუსტრიის ჩასახვის წინაშე, რომელსაც აქამდე ბუნებაში ადგილი არასოდეს ჰქონია. სწორედ დაგეგმარების შემთხვევაში საერთო შემოსავალი საერთაშორისო ბაზრის მასშტაბიდან გამომდინარე შესაძლებელია საკმაოდ სოლიდური აღმოჩნდეს, რაც ბუნებრივია კიდევ უფრო ზრდის ჩვენი პროექტის პრაქტიკულ მნიშვნელობას. ამასთან მინდა გაითვალისწინოთ ჩემი როგორც ამ პროექტის ერთადერთი ავტორის პრინციპული პოზიცია. ბიუჯეტი გაჩენილი საერთაშორისო ასპარეზზე ზემოთ აღნიშნული ბიზნეს პროექტების რეალიზების შედეგად მთლიანად უნდა მოხმარდეს ჩვენი ერის დემოგრაფიული, სულიერი და მატერიალური კეთილდღეობის ამაღლებას. მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა, რომლის შესახებაც მომდევნო გადაცემებში აუცილებლად ვისაუბრებთ. და ბოლოს იმის შესახებ, როგორ წარიმართება ჩვენი დისკუსია. ძვირფასო მეგობრებო, იმისათვის რომ დისკუსიაში თავი გამოიჩინოს, რაც შეიძლება მეტმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ, ვაცხადებთ ახალგაზრდულ ლიტერატურულ კონკურსს წინ დავითის საქართველოსკენ. კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ ქართველ ახალგაზრდას, მცხოვრებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. კონკურსის მიზანია შემოატრიალოს ახალგაზრდა თაობები საკუთარი კულტურისა და საკუთარი სამშობლოსაკენ და აღუდგინოს სურვილი კვლავ აღაშენოს ყველანაირი ღირსებით შემკული, ჭეშმარიტად ძლიერი და ჭეშმარიტად ღონიერი ქართული სახელმწიფო, რომელიც უხსოვარი დროიდან იწვევდა აღფრთოვანებას მსოფლიოს ნებისმიერ ხალხში. კონკურსის თითოეული მონაწილის ამოცანას წარმოადგენს
პასუხი გასცეს შემდეგ 3 კითხვას. პირველი კითხვა: წარმოადგენს თუ არა დავით მეფის სახე მამაკაცური ღირსების იმ იდეალს, რომელთან დამოკიდებულებაშიც უნდა აღასრულოს თვითიდენტიფიცირების აქტი თითოეულმა ქართველმა. მეორე კითხვა: წარმოადგენს თუ არა დავითის მიერ შექმნილი საზოგადოება სამოქალაქო საზოგადოების იმ იდეალს, რომელთან მიმართებაშიც უნდა მოახდინოს სწორება თანამედროვე ქართულმა საზოგადოებამ. და ბოლოს მესამე კითხვა: სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ის გზა, რომელიც რომანის მიხედვით გაიარა დავით მეფემ თავის ხალხთან ერთად, წარმოადგენს თუ არა იმ ერთადერთ გზას, რომელიც უნდა გაიაროს ჩვენმა ერმა და ჩვენმა ქვეყანამ იმისათვის, რათა მიაღწიოს მსგავს შედეგს. კონკურსის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენს შესაბამის ინტერნეტ რესურსებზე. კონკურსს უძღვნით ჩვენი წმინდა მეფის დიდი დავით აღმაშენებელის ხსოვნას. შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება მოხდება დავით აღმაშენებელის ხსოვნის დღეს 2026 წლის 8 თებერვალს. ცნობისათვის 8 თებერვალს ასევე დაედება საწყისი ტურისტულ პროექტს. გამოცხადდება პირველი ტური, რომლითაც შეიძლება ისარგებლოს ნებისმიერმა ქართველმა მცხოვრებმა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ყველა ნიშნის მიხედვით აღნიშნული ტურის ხორჩესხმა არის კიდეც ის წყალგამყოფი, რომლის შემდეგაც დაიწყება ჩვენი ერის ცხოვრებაში ახალი ერა. ბოლოს და ბოლოს ჩვენი ერი კვლავ დაიბრუნებს იმ განსაკუთრებულ ნიშას, რომელიც მას ეკავა მრავალი ათასწლეულების განმავლობაში მანამდე, სანამ ძველი ბერძნები და რომაელები გამოჩნდებოდნენ მსოფლიო ისტორიის ავანსცენაზე და კვლავ შეძლებს მოუტანოს თანამედროვე მსოფლიოს ის სიკეთე, რომელიც მას უფლის მიერ ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდანვე ჰქონდა დაკისრებული. და ბოლოს კიდევ ერთი ნიუანსი. ჩემო მეგობრებო, როგორც ხედავთ, ჩვენი პროექტი, რომელიც პრინციპში უკვე მზად არის განხორციელებისათვის, პირველი ნაბიჯიდანვე გულისხმობს გარკვეული შემოსავლების გაჩენას. მაგრამ მანამდე, სანამ ჩვენ მას ამ მდგომარეობამდე მივიყვანდეთ, ჩვენ აუცილებლად გვაქვს გასავლელი ერთი მეტად მნიშვნელოვანი ეტაპი. ეტაპი მისი თქვენს წინაშე წარდგენისა, რაც სხვადასხვა სახის ორგანიზაციულ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. ამ თვალსაზრისით მე, როგორც ამ პროექტის ავტორსა და ორგანიზატორს, ერთი თხოვნა მექნება თქვენთან. იმ შემთხვევაში, თუ კი თქვენ ნახავთ, რომ ჩვენს პროექტს ნამდვილად შესწევს უნარი დიდი სარგებელი მოუტანოს ჩვენს ერსა და ქვეყანას, მაშინ დაგვიდექით გვერდში და ჩვენი პროექტის პირველ ეტაპზე აიღეთ თქვენს თავზე შემდეგი ორი სახის ვალდებულება. პირველი, გადმორიცხოთ თუნდაც სათითაო ლარი საორგანიზაციო და საპრემიო ფონდში. ანგარიშის ნომერი მითითებულია ამ ვიდეო რგოლის აღწერაში. და მეორე, შეიძინოთ როგორც ისტორიული რომანი ჯვარპატიოსანი, ისე ყველა ის სამეცნიერო პოპულარული ნაშრომი, რომელთა საფუძველზედაც არის შექმნილი ჩვენი პროექტი. ვფიქრობ, ეს იქნება ნამდვილად სამართლიანი ნაბიჯი, ერთის მხრივ სრულიად ახალი კუთხით გაეცნობით საკუთარი ეროვნული კულტურის საფუძვლებს, ხოლო მეორეს მხრივ დაგვიფასებთ შრომას, რომელიც ამ ბოლო 200 წლის განმავლობაში ჩვენ გავწიეთ და შეიძენთ წიგნებს, რასაც დამიჯერეთ საწყის ეტაპზე ჩვენი პროექტის შემდგომი რეალიზების თვალსაზრისით ნამდვილად აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. კიდევ ვიმეორებ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი დარწმუნდებით, რომ მომავლის საქართველოს პროექტის ჩვენს მიერ წარმოდგენილ ვერსიას ნამდვილად შესწევს უნარი მოუტანოს ჩვენს ერსა და ქვეყანას ყველა ის სიკეთე, რომლის შესახებაც მთელი ამ ვიდეო რგოლის განმავლობაში ვისაუბრე. ჩემო ძვირფასო ახალგაზრდა მეგობრებო, ჩვენ უახლოეს მომავალში ვაპირებთ დავიწყოთ ჩვენი პროექტი, რომლის განხორციელებას თქვენი მაქსიმალური ჩართვის გარეშე უბრალოდ გამორიცხულია. ამიტომ გთხოვთ მოიწონოთ ეს ვიდეო, დააკომენტაროთ და გაავრცელოთ, რათა რაც შეიძლება ბევრმა ქართველმა გაიგოს ჩვენი პროექტის შესახებ და რაც შეიძლება ბევრი მხრის ქართველმა დაარეგისტრიროს საკუთარი მხარის სადისკუსიო დარბაზი ჩვენს გვერდზე. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველანაირად შევეცდებით მოგძებნოთ და დაგიკავშირდეთ და საპირისპიროდაც იგივეს იმედი გვაქვს. ასე რომ გელით, ღმერთი იყოს ჩვენი შემწე. ჩვენი ქვეყანა ხომ ყოველი ჩვენთაგანის ერთობლივად გადასარჩენია. გმადლობთ ყურადღებისათვის, ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.